გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის. ოფიციალურად მინდა ყველა იმ ქართველს მიულოცო დღევანდელი დღე, რომელიც ფიქრობს და უცნაურობს, რომ საქართველო მართლა დამოუკიდებელი იქნება. ასევე არის ჩვენი უახლესი ისტორიის უდიდესი ქართველის მერაბ კოსტავას დაბადების დღე, პიროვნება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასთან, თავისუფლებასთან ასოცირდება და რომელსაც აქვს ძალიან ბრძნული სიტყვები ნათქვამი. დადგება დრო, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდება, მაგრამ თუ თავისუფლებისთვის შევწყვიტეთ ბრძოლა, თავისუფლებასაც დავკარგავთ და დამოუკიდებლობასაც. ეს ზუსტად ეს დაემართა საქართველოს და ქართველ ერს. და დღეს, როდესაც 26 მაისი რიტუალების დონეზე დარჩენილი დამოუკიდებლობის დღე არის და უმრავლესობა ქართველები ვერ აღიქვამენ ამ დღეს დამოუკიდებლობის დღეთ და არის განცდა იმისი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს, ზოგი იძახის სხვა თარიღებს, ზოგი ამბობს სხვა რაღაცას და ჯერ კიდე ამაზე ვერ შეთანხმებულა და ვერ შეჯერებულა ერი. აქ ამას თავისი ისტორიული ფესვები აქვს ამ ყველაფერს. ისტორიული ანალიზი, ლოგიკა და ზუსტად მე გუშინ წინ მქონდა დადებული ვიდეო, რომელიც 26 მაისის ქრონოლოგიას და იმ პერიოდის ამბებს ეძღვნებოდა, ვისაც საინტერესებს YouTube-ზე შეუძლია ნახოს. მაშინ როგორ მოხდა 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადება? ანუ ეს იყო ფაქტიურად თავში დაეცა საქართველოს მაშინ დამოუკიდებლობა და მაშინდელი ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა ნაგავი ჟორდანია და მისი უდიდესი სანაგვე, რომელთა შთამომავალი ოფიციალურად პრეზიდენტი იყო და ახლა თურმე კიდე დღეს უნდა წარსდგეს საღამოს 9 საათზე და დიდი სიტყვა უნდა იმასნას, რა ქვია, გამოაცხადოს რუსთაველზე, აგერ ხალხის თვალწინ ჯერ ბლუკუნა, დებილი, როგორი ქართულის მცოდნე არის, სოციალურ ქსელშიც რო ვერ დაწერა სტატუსი და ეს დებილი ყავდა ჩვენ სამწუხაროდ 6 წელიწადი პრეზიდენტად იყო არჩეული და ამის ზეს ფიცულობდა დღევანდელი ხელისუფალიც და მერე ოპოზიციაც. სამწუხარო არის ის, რომ ამის გააზრების უნარი არ დარჩა საქართველოში. ისტორიული დამოუკიდებლობა ამ დღესთან დაკავშირებით არის სამართლიანი, იმიტომ რომ უბრძოლველად იქნა მოპოვებული ეს დამოუკიდებლობა, უფრო მეტიც ნოე ჟორდანიას და მის თანამებრძოლებს, ასევე მის ნაძირალას წინაპრებს მაშინდელმა გერმანიის ხელისუფლებამ აიძულა გამოეცხადებია საქართველოს დამოუკიდებლობა, თორემ საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო თვითონ ნოე ჟორდანია, საერთოდ მაგათი სოციალ-მენშევიკების, სოციალ-დემოკრატების მთელი სანაგვე და ეს იყო პიროვნება, რომელიც ილია ჭავჭავაძეს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოტრფიალე იყო და ყველაფერი ქართულის გადამრჩენის და აღზევების მსურველი, მას ეუბნებოდა ესეთ რაღაცას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს ლანგარზე დადებულიც რომ მიართვანო და ქვეწარმავლებს და ხალხის მტრებსო რევოლუცია და თავისუფლება რევოლუცია ისე უსწორდებაო, როცა ხე იჭრებაო, ნაფოტიც წვივაო. სამწუხაროდ შემდეგ ეს ქვეწარმავლები საქართველოს პირველი პირები გახდნენ. ამიტომ ასე თავში დაცემული თავისუფლება 3 წელიც ვერ შეინარჩუნეს. მოხიკეს თუ რამე იყო საქართველოში
მატერიალურად ძვირადღირებული და გაიქცნენ საფრანგეთში, წაიყვანეს თავისი უჯიშო მეორე ნახევრები, თავიანთი ოჯახები, სვეს ჭამეს, აი ტაშმანდურში გაფლანგეს მთელი ხაზინა, რომელიც იქნა მაშინ შეგროვებული და ასე დაასრულეს თავიანთი დამპალი ცხოვრება და დღეს ხალხი გამოდის და იცახის რომ აი ჩვენ რო დამოუკიდებლობა და ესე შემდეგ. ხალხო, ეს დამოუკიდებლობა ჩვენ მაშინ რო გამოვაცხადეთ, გვაიძულეს. მაშინდელ ხელისუფლებას აიძულეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს იყო უშუალოდ გერმანიის მოთხოვნა, რომელიც ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული და იყო ესეთი შეთავაზება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხარდაჭერას განახორციელებდა გერმანია, თუ საქართველო განახორციელებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუ არა, თუ ის იქნებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, მაშინ გერმანია მას მხარს არ დაუჭერდა და დატოვებდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ პირისპირ. ეს არის სიმართლე, რომელიც სიმართლე სამწუხაროდ საქართველოში არ უყვარდათ და არ უყვართ. ამიტომ ეს არ არის ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დღე, ამიტომ ხდება ამ თარიღის მიმართ ქართველების რაღაცა გაუცხოებული დამოკიდებულება, მაგრამ რას იზამ მოხდა ასე ისტორიაში დარჩა. შეიძლება ნორმალურმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი ტრადიციად მიიღოს და ტრადიციულად გააგრძელოს, მაგრამ ჩვენ ნორმალური საზოგადოება არ გაგვაჩნია. ჩვენ გაგვაჩნია დეგრადირებული, ავადმყოფი ბრბო, რომელიც არის დაყოფილი ნაცებად, რომელიც არის დაყოფილი ქოცებად, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებელი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად იმისთვის ჭირდებათ, რომ ვინც ხელისუფლებაშია ძარცვოს და ყიდოს ქვეყანა, ვინც ოპოზიციაშია კიდე, მე რომ მოვალო უფრო უკეთესად გავძარცვაო და შეკვეთები მიიღონ შეპესე საქართველოს მიმართულებაზე, აი ამ ნაგავმა ადამიანებმა. ჩვენ ვართ ამ რეალობაში, ამიტომ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. რატომ მოხდა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამოცხადება? იმიტომ მოხდა, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც განიცდიდა რევოლუციას და გადატრიალებას, საჭირო იყო რაც შეიძლება მისი შემცირება, მისი დაშლა. აი ამას უჭერდნენ ზუსტად მხარს, თუ არა საქართველოს თავისუფლებას არავინ არ უჭერდა მხარს და საქართველოს დამოუკიდებლობა არავის არ ჭირდებოდა. ისეა დღესაც, როდესაც გადაჭრელებული არის მთელი სოციალური ქსელი, ესე იგი რუბიომ მოგვილოცა, გერმანიის ელჩმა მოგვილოცა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვილოცა, ვიღაცა მაკრონმა მოგვილოცა, ამან მოგვილოცა, იმან მოგვილოცა და აუ რა მაგრები ხართ ქართველები, ეს გაანათეს, ის გაანათებს. ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი, რომ ამ მიზნიდან გამომდინარე საქართველოს მარიონეტი, რომელიც ზუსტად ასე იყო 1921 წელსაც, საქართველოს ჭირდებოდა რუსეთის იმპერიის დასასუსტებლად, მერე გერმანია როდესაც დამარცხდა, ეს იარაღი გამოიყენა ინგლისმა, რომელიც ტრადიციული მტერი იყო რუსეთის იმპერიის და ზუსტად ინგლისმა და დასავლეთმა ასე თქვენ ჭირიმე, თქვენ გენაცვალეო რო გვეძახდნენ, არც ერთა ლიგაში მიგვიღეს, არც მხარდაჭერა გაგვიხორციელეს და სავაჭრო ხელშეკრულება როგორც კი დადეს რუსეთის იმპერიასთან, ეგრევე თხასავით გაყიდეს საქართველოს და გარანტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ნეიტრალიტეტის გარანტი, რომელიც ბრძანდებოდა დიდი ბრიტანეთი 1920 წელს, რომლის შუამავლობითაც გაფორმდა რუსეთთან სამოკავშირეო ნეიტრალური ხელშეკრულება და რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობის ობიექტი დიდ პოლიტიკაში, რომ საქართველოს გაიყიდა და თხასავით გაყიდეს. თუ ვინმე საინტერესებს მაშინდელი ინგლისის ელჩის საქართველოში ყოფი მიმოწერები ლონდონთან, პირდაპირ წერდა, რომ ჩვენ ჯობია ქართველები გავაფრთხილოთ იმ საფრთხის წინაშე, რაც მათ ელოდებათ, დამოუკიდებლობის დააკარგვა იგულისხმებოდა, ვიდრე აი ესე ტკბილი კვერებით კვდებოთ და მერე რთულ მომენტში მივატოვოთ. იქედან მოდიოდა პასუხი, რომ გაჭირდით, ეს თქვენი საქმე არ არის, ამიტომ ეს უნდა გაგრძელდეს ასე, როგორც ხდება. ესა 1921 წელი, როდესაც ბრიტანეთი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია იყო და იყო ასეთი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის იმპერიის ტერიტორიაზე მზე არ ჩადიოდა, იმიტომ იმ ხელა კოლონიებს ფლობდა აზიიდან დაწყებული დამთავრებული
ამერიკის შეერთებული შტატების უბრალოდ ამერიკის კონტინენტებზე ამ დროს ბრიტანეთის იმპერია განიცდიდა თავისი აღზევების უმაღლეს დღეს და როგორც კი დაჭირდა სავაჭრო ხელშეკრულებაზე გაცვალეს საქართველოს და მორჩა დამთავრდა შემდეგ დაიკარგა ეგ თავში დაცემული თავისუფლება და 70 წელიწადი გრძელდებოდა ეს ყველაფერი როგორც გრძელდებოდა ისევ და ისევ გულანთებული ქართველების ზვიადის და მერაბის ბრძოლის შედეგად მოხდა ერის გამოფხიზლება ერის რეალობის აღქმა რომ საბჭოთა კავშირი იყო საქართველოს დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო ეროვნული მოძრაობის ბრძოლით მოხდა ისევ ეს მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებით ტვინ გაყუჩებული ადამიანების ისევ ეს მობრუნება ეროვნულობისკენ სამშობლოსკენ და შემდეგ მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება უკვე 91-ში როგორც მოხდა და როგორც დასრულდა ეს ყველაფერი მაგრამ როგორ მოვეკეცით შემდეგ დამოუკიდებლობას უკვე მეორედ მოპოვებულ დამოუკიდებლობას ეს უკვე აგერ ხელის გულზე ჩანს ეს ჩვენი თაობა არის კარგად გვახსოვს დღეს თქვი იმისი არ იყოს ზვიადის და მერაბის დაბადების დღე არის ზვიადის და მერაბის იდეები ეროვნული მოძრაობის იდეები ეს არის ბნელი გრუზინული ჩამორჩენილი აზროვნება საქართველოში ეს არის რას დრომოჭმული რაღაცა იდიოტიზმი და როგორ რეალობას ვღებულობთ რეალობას რომ ჩვენ ძირთადად საქართველოში არის ორი მასა ერთმანეთთან ვითომ დაპირისპირებული მაგრამ იდეით სრულიად ერთი და იგივე მონა იდეურად მოაზროვნე ადამიანები ეს არის შიგ უკნიდან განათლებული პროდასავლელები რომლებიც მზად არიან უკანასკნელი ქართველის სიცოცხლის ბოლომდე თქვენი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და გადასარჩენად და მეორე მონური მასა რომელი მონური მასასაც ყავს ეს ოჩოპინტრე გამხდარი თავის ბელადად და რაც ოჩოპინტრეს გაუსწორდება მზად არიან ოჩოპინტრეს დაკრულზე იცეკვონ რაც შეეხება საქართველოს აი ამათ ხელში ნამართი ქვეყანა ახალს არაფერს არ ვიტყვი დაკარგული აქვს უზარმაზარი ტერიტორიები დანგრეულია განადგურებულია ეკონომიკა გაქცეულია ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი შრომის უნარიანი ენერგია ვინც ქვეყანა უნდა აშენოს ის ნაწილი ქვეყნიდან ვინცა ადგილზე დარჩენილი კიდე არის მონურ მდგომარეობაში ძირითადი ნაწილი და საერთოდ მე მინდა ერთი კითხოთ რომ ზეიმობთ ეს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობა მაგრამ რისთვის უნდა და დამოუკიდებლობა ახლა ჩვენ წინაპარს და ჩვენ ერს რისთვის უნდა და ვაჟებშაველას ელემენტარული ნაწარმოებები რას ქვია თავისუფლება და რისთვის გვჭირდება თავისუფლება რო გითხრათ ახლა ეს რომ შეიძლება გაგონილიც არ იყოს რა დროს ბნელი გრუზინი ვაჟებშაველა ქალამნებიანი გოიმი ვაჟებშაველა 21 საუკუნეა დამოუკიდებლობა ტრაგისუფლება გეი პარადების დრო არის რა დროს ამაზე არის ლაპარაკი ევროპაში მივდივართ და როცა ჭირდებათ ამ შიგ ევროპელებს მაშინ იყენებენ ამ იმას რა ქვია ჩვენი დიდი კლასიკოსების და ახლა ილია ყავთ გამოყვანილი დიდი მათ რა ქვია ილია ამათ უყვართ მარტო 20 ლარიანზე გამოხატული სიმართლე გინდა როგორი საზოგადოება მივიღეთ საზოგადოებას რომელსაც დაკარგული აქვს საერთოდ ცნობიერება არანაირი ისტორიის საკუთარი ქვეყნის ისტორიის არანაირი ცოდნა პირდაღებული ეროვნული იდეოლოგია განადგურებული და დღეს უბრალოდ ჩავხდე მე გული მერევა ესეთ დღეებზე როდესაც სადმე რა აქვს მნიშვნელობა რომელიც ამ ქვეყნის ისტორიულ და პატრიოტულ ამბებს ეხება იმიტომ რომ როდესაც იქ მიხვალ ადამიანი მოისმენ გამოვა ჩიჩილაკა რომელიც დაიწყებს ღრმა ფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკს გამოვა პაპუაშვილი დაიწყებს სიტყვაზე ეროვნული გრძნობებით გამოვა პრეზიდენტი დაიწყებს ჯარს მიუდგება გამოვა თავდაცვის მინისტრი ჩიქოვანი დაუწყებს ლაპარაკს ერს და ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს სამშობლოს სიყვარულზე ფიცზე და არც ერთ ჩინოვნიკს ქართულ ჯარში არა აქვს ნამსახურები არც ერთ მარიცის
ფიცის სიმტკიცეს უხსნიან კიდე ხო ხალხს ფიცის სიმტკიცეს უხსნიან. არც ერთს არ აქვს ჯარში ნამსახურები, არც ერთს არ აქვს ფიცის დადებული, არც ერთს არ აქვს სისხლის ზღვრაზე და იმაზე ზედმეტი არის უბრალოდ ლაპარაკი, აქ რაზე უნდა ვილაპარაკო. და გველაპარაკებიან რაღაცა დიდი იდეალებით და თვითონ ესე მის შნირები, რა ქვია, ოჩოპინტრე შნირები აგერ ზიან და ამაში ჭირდებათ ქვეყნის რა თქმა უნდათ მაგათ ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ თვითონ თავიანთი ოჯახები, თავიანთი უჯიშო შთამომავლობა, აი ეს დინარაძე რო იყო გამოსული, ჩვენო ახლა ვინმე თავისუფლები ვართ და დამოუკიდებლებიო, როგორც არასდროს. დღეს რო საქართველოს დამოუკიდებელია? დღეს რო ჩვენ ქვეყანაში დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა? დღეს რო ქართველ ადამიანს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განცდა აქვს? არ ვიცი. არ შევადრი ნამდვილად საბჭოთა კავშირის პერიოდში ყოფ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ამათ დღევანდელი რეალობიდან განსხვავებით მინიმუმ ერთი ბატონი მაინც იყო მაშინ მოსკოვი. და ქართული ენა იქნებოდა, განათლება იქნებოდა, ეკონომიკა იქნებოდა, თუ აბსოლუტურად თუ რამე ხდებოდა, ყველა დოვლათი ხალხზე იყო გადანაწილებული. არავის არ შიოდა, არავის არ წყუროდა, ქვეყნიდან არავინ გარბოდა იმის გამო, რომ თავი გადაერჩინა და შვილი გადაერჩინა და საკუთარი თავისთვის უცხოეთში ემკურნალა და ასე შემდეგ. არც მაშინდელი მართველები არ მოუწოდებდნენ საქართველოს მოსახლეობას წადითო, ბიძიაო, ეგე რომ უცხოეთშიო გაგიხსნითო სამუშაოებსო და იქ იმუშავეთო მონათო, სადღაცო ჩაგვდითო მონათო, ამოგძვრეთ სულიო და ასე შემდეგ. აღარა მაქვს ლაპარაკი ქართულ ენაზე, რომელი ენაც ისე იყო დაცული იმ საბჭოთა კავშირში, რა ვიცი, იმის 1% რო იყოს დღეს დაცული, ქართულ ენას საერთოდ უკვე საქართველოში მეათე ხარისხოვანი სტატუსი აქვს მინიჭებული და თუ არ იცი ინგლისური და თუ არ იცი, რა ვიცი, ბოლო დროს ჩინური შემოვიდა მოდაში და შენ არავის არ ჭირდები შენ ქვეყანაში. ამას ეძახით თქვენ დამოუკიდებლობას? და ქვეყნის 1% და 2% ინაწილებს ქვეყნის დოვლათს, ქვეყნის შემოსავალს და შენ იყავი თავისუფალი. ხო, ნაგავში არ იქექებოდნენ კი ბატონო, ჩემოვლად. ამას ეძახით თქვენ დამოუკიდებლობას? ადამიანის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლების გარდა არის პიროვნებას თავისუფლებას აძლევს თავისი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა და თავისუფლება. შეერი გაძვალტყავებული, გაღატაკებული ადამიანი, რომელიც არის გინდა არ გინდა თავისი მდგომარეობის ტყვე, ის როგორ იქნება თავისუფალი? ამათ კიდე ჭირდებათ მშიერი გაძვალტყავებული ქართველი ერი, რომელსაც კიდე თავზე დაადგებიან და დაუწყებენ ძახილს. აი ნაცები ხო არ მობრუნდებიან, ჩვენ ხო ვიქნებით. აი თავისუფლება. აი ერთს ნაღდათ ვისურვებდი იმას, რომ როგორც თქვენ საქართველოს და ქართველ ერს მოუწოდებთ თავისუფლებისკენ კეთი რაგულითაც მოუწოდებთ და რაგულის განცდა გააქვთ, გარდა იმისა, რომ თქვენთვის საქართველო არის შეპესე. შეპესე არის. მე გეტყვით ერთ რაღაცას რა. თუ ხარ ახლა კოცი და თუ ყველაფერზე იძახი, ღმერთმა დაგლოცოს ბიძინა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს სწორად აკეთებს, ასე შენ პროტესტის გრძნობა არ გიჩნდება. მაშინ ხარ პატრიოტი. მაშინ ხარ, დღეს პატრიოტი არის მარტო ვინც აქვს კოცი. ვინც კოცია. ხო, მე რა მოხდა, რაღაცა შეცდომები მოდის, მაგრამ აბა ეს და ყველაფერი რომ მოგწონს და ყველაფერზე რომ თავს უხრი. მე მოვა სხვა რეჟიმი, სხვა ხელისუფლება, მე იმას დაუხრი თავს. მე იმას დაუხრი თავს და ამას ეძახით თქვენ პატრიოტიზმს. როდესაც თქვენი ელემენტარული აზრის გამოხატვის თავისუფლება გეშინიათ, ჩმორები ხართ, იმიტომ რომ სამსახურიდან გაგაგდებენ. იმიტომ რომ ვიღაცა თქვენიანს რაღაცა ზარალი მიადგება. ამას ეძახით თქვენ დამოუკიდებლობას? ესაა დამოუკიდებლობა, შენი აზრი ვერ გამოგიხატია? და ესაა სიტყვის თავისუფლება? ეს ვიღაცა ავანტყოფი, წადი შვილო, შენ ანაირი ავანტყოფების თავისად ამაქვს. შენს დიე შვილო ლაიქებს და გამომწერებს და შენ იმას ქენი, რა ქვია. რაზე ვლაპარაკობ და ვიღაცა ავანტყოფი რაზე მწერს. მოკლედ, აი ამაში არის საქმე, იცით? არანაირი დღევანდელი საქართველო ესა ფორმალური თავისუფლება, ფორმალური დამოუკიდებლობა, ასეთი ფორმალური თავისუფლება და დამოუკიდებლობა აფრიკის ქვეყნებსაც გააჩნია.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსაც გააჩნია, რომელიც თავიდან ბოლომდე დაპყრობილია და იმართება სხვა ქვეყნის და სხვა ორგანიზაციების, რა ქვია, დიქტატით და მმართველობით. ამიტომ ვისაუბროთ იმაზე, რომ დღეს დამოუკიდებლობა გააჩნია საქართველოს, ეს არის უზარმაზარი ანეკდოტი. ახლა ნუ დამიწყებენ ვიღაცების საკრალიზაციას, დროშაზე, რაღაცაზე, თუმცა მაგიც არაა დარჩენილი, იმიტომ რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, ხაზს გაუსვამ, რომ ის დროშა, რომელიც დროშაც 1918 წელს იქნა გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფო დროშად, ის დროშა, ჩემო კარგებო, იყო ზუსტად გერმანული სახელმწიფოსთან კუდის გადაფსკვნის ნიშნად, ზუსტად სამფეროვანი დროშა ქონდა მაშინ გერმანელებს, შავი, თეთრი და შინდისფერი, უბრალოდ მათი ფერები იყო სამფეროვანი სრულად, ჩვენი იყო ორი შემოკლებული და წითელი, ასე ეს იყო გერმანელებისთვის კოჭის გასაკორებლად გაკეთებული სოციალ-დემოკრატების მიერ და არ იყო ის საქართველოს დამოუკიდა, არასდროს არ გქონია საქართველოს ისეთი დროშა, როგორიც გამოაცხადა ნოე ჟორდანიამ და მისმა უჯიშო მომხრეებმა. მაგრამ იმ დროშით ისტორიამ იცა საშუალება საქართველოს, რომ ორჯერ ყოფილიყო გამოცხადებული დამოუკიდებლობა, იმ დროშით. ეხლა თუ ვინმეს აინტერესებს საფრანგეთში მაგალითად ფრანგული დროშა, ის სამფეროვანი დროშა დიდი ფრანგული რევოლუციის მერე არის დარჩენილი და მეხუთე რესპუბლიკა არის შექმნილი და არც დროშის შეცვლის სურვილი გაჩენია ვინმეს, თავში არ მოსვლია აზრად და არც ჰიმნის შეცვლის სურვილი არავის არ მოსვლია თავში, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მთავრობები გამოიცვალა და ამდენი რესპუბლიკა გამოიცვალა, ჰერალდიკას და სიმბოლიკებს ისე ეკიდება ის ხალხი. ჩვენ დღევანდელ საქართველოში ის დროშაც არ გაგვაჩნია, ის გერბიც არ გაგვაჩნია, ის ჰიმნიც არ გაგვაჩნია, რომელთაც ორჯერ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. და ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ აბა რაზე უნდა დაიღვაროს სისხლი, რაზე უნდა დადოს, თუ ასე სწრაფად ხდება სიმბოლიკების შეცვლა. ხო? ესეც კი არ არსებობს, გაიგეთ? ახლა სიმართლეს რო ვიტყვი, მე ბევრს გული წყდება, რატო ამბობ თურმე სიმართლეს. სიმართლეს გეუბნებით იმას, რომ ამ დროშის, ამ გერბის, ამ ჰიმნის შემცვლელი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი თუ არ გჯერათ, აგერ არის იყო საქართველოს პატრიარქი. საპატრიარქოდან იყო ეს ყველაფერი წამოსული და პატრიარქი გამოვიდა და პატრიარქმა მოუწოდა სააკაშვილს, რომ შეცვალეთ ეს და ჯვრები დაბრუნდეს და დროშაზეო და ეს რა ქვია თურმე წმინდა გიორგის გერბი, რომელზეც წმინდა გიორგი იყო გამოსახული, ამ შემთხვევაში ჩანაცვლებული იყო ლომებით, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და დღევანდელი ქართული საზოგადოება იმდენად შორსაა თავისუფლებიდან და დამოუკიდებლობიდან, როგორც მთვარე და დედამიწა ერთმანეთიდან რა. არაფერი არა, ნამდვილად არაფერი არა ქართული შემორჩენილი და რაზე იმობთ? მე ვერ ხვდები. ამაში არის მთელი პრობლემა რა, ამ სიმბოლიკებზე კიდე შეგვიძლია დიდად ვიდაოთ და ყველას თავისი აზრი გააჩნია, მეც ერთი რიგითი ქართველი ვარ და მეც ერთ რიგით ქართველს მაქვს ჩემი აზრი და ეს აზრი არა ჰაერზე იმასქნელი ჩამოყალიბებული, ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკური ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, ისტორიული მტკიცებულებებიდან გამომდინარე და ამ ისტორიულ მტკიცებულებებს ჭირდება პასუხის გაცემა. საქართველოს ასეთი დროშა, არც ისეთი დროშა არასდროს არ ქონია, არც ასეთი დროშა ქონია დღეს რო აქ, არც წინა. თუ ვინმეს აინტერესებს დიდგოროვანი დროშა როგორიც იყო ჯვარი და იყო გამოსახული ერთრქიანი ცხენი. ეს იყო დიდგოროვანი დროშა ჩვენი. და მაშინ ის უნდა აღდგენილიყო და რესპუბლიკა კი არ უნდა აღდგენილიყო და რაღაცა, მაშინ სამეფო უნდა აღდგენილიყო და ბევრი რამე. ხო, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ ახლა ამის საუბარი იმდენად უტოპია, აზრიც არ აქვს ამ ყველაფერს. ბატონო რუსლან, რა კომენტარი უნდა გაუკეთო იმას, დროშასთან და რადგან დროშაზე მიდგა საუბარი, დროშასთან დაკავშირებით რა კომენტარი უნდა გაუკეთო იმას, რომ მაგაზე ცალკე მინდოდა სიმართლე გითხრათ, დრო არ მქონდა, ჩამეწერა ერთი ვიდეო, რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა პედერასტების და იმათი ქათმების დღესასწაულზე ვიღაცა პედერასტი გამოვიდა
ამოიღო ეს რა ქვია რუსული დროშა დააგდო და არ ვიცი მართლა დააშარდა თუ იმიტაცია გააკეთა დაშარდვის და ამას დაუკრეს ტაში და ამას დაარქვეს პატრიოტიზმი და რა მაგარი ბიჭი არის ვიღაცამ ეს გააკეთა ჯერ-ერთი როდესაც შენ სახელმწიფო სიმბოლი დროშაზე შეხების უფლება გაქვს ერთადერთ შემთხვევაში გაქვს დროშაზე ესა რა ქვია შეხების უფლება ეს როდესაც ბრძოლის დროს ახერხებ იმას რომ მოწინააღმდეგის პოზიცია დაიკავო ჩამოხსნა ის დროშა რა დროშაც იყო და დაკიდო ის დროშა რომელი დროშის ქვეშაც შენ იბრძვი ეს ბრძოლის წესია ომის წესია და ამ შემთხვევაში შეგიძლია მოიქცე ასე თუმცა იქაც არ უნდა მოიქცე ისე რომ ბრძოლით მოპოვებული დროშა მერე ფეხქვეშ დააგდო და გათელო და დააშარდო და ასე იქცევენ სულმდაბალი ადამიანები სხვა შემთხვევაში შეეხო უცხო ქვეყნის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის დროშა იქნება და დროშას დააშარდო, დაწვა, დახიო და მსგავსი რაღაცეები ეს არის შემოკარგებო რისი მაჩვენებელი იცი რომ შენ ხარ სულმდაბალი ადამიანი გაუნათლებელი უწიგნური პატარა ადამიანი რომელ პატარა ადამიანსაც მეტი არაფერი შეგიძლია ხლა რუსეთს რომელსაც 50 ქვეყანა ბრძოლის ველზე ეომება და ვერ ამარცხებს და ვერ ჩამოუხსნიათ რუსეთის დროშა იმათ აღსწრებს ეს და აგდებს და აშარდავს და ამით გონია რომ პატრიოტიზმს ჩატბიჭოს სხვა ქვეყანა გეზიზღებოდეს სხვა ერი გეზიზღებოდეს ეს არ ნიშნავს რომ შენი ქვეყნის პატრიოტი იყო ეს იყო ჩვეულებრივად შეკვეთით გაკეთებული იქედან გამომდინარე რომ ამის ჩამდენმა ძალიან კარგად იცოდა რომ ეს ისედაც დაძაბულ მდგომარეობას კიდე დაძაბავს და ხვალდაზე ცხინვალიდან სადაც არის ბაზირებული რუსული სამხედრო ტექნიკა რომ დაიძრეს თბილისის სასაღებად თბილისი ოფენ აირის პედერასტი მომღერალები და პედერასტი მაყურებლები პირველი დაკრავენ ფეხს და გაიქცევიან საქართველოსთან და შეეფარებიან სადღაც ისე როგორც ეს 12 მილიონი დედამოწყლული უკრაინელი გამოიქცა და შეეფარა სადღაც და მათი დიდი ნაწილი მეიდანზე იდგა ალბათ და იქ იმაშებოდა უკრაინის დამოუკიდებლობაზე ვენებს იჭრიდა და ახლაც დახტიან ევროპაში და სლავა უკრაინას იძახიან. ესენი დეული შვილები არიან მათი. ასე იქცევა უღირსი ადამიანი და უღირსი ადამიანის საქციელია ეს ყველაფერი. და რა შეფასება უნდა მივცე მე პირადად. იმდენადი დებილები და იმდენადი იდიოტები არიან შემოკარგებო რომ აი ამ ნაგავმა ადამიანებმა ერთხელ სლოვაკეთის დროშა დაწვეს ვერ განსხვავეს რომ რუსეთის დროშა არ იყო და იყო სლოვაკეთის დროშა და მე ერთი ჩემი მეგობარია ჟურნალისტი და იმას სლოვაკი კოლეგა წერდა რომ რა დაგიშავეთო ქართველებსო სლოვაკებმა ამის ფასიო რომ ჩვენი დროშაო დაწვითო რა დავაშავეთო ამის ფასი ხო აი რა პასუხი უნდა გავცე მე ახლა ვინმემ რო დაწვას ევროკავშირის დროშა ხო ეგრევე სასჯელი ემუქრება იმიტომ რომ დროშა დაწვაო არ აქვს მნიშვნელობა რუსული იქნება არ აქვს მნიშვნელობა თურქების ორგანული ატანა არ მაქვს ამ იმპერიის ატანა იმიტომ რომ 10 საუკუნეზე მეტი არის ჩემ ერს ებრძვიან და ავიწროვებენ და ესე შემდეგ არ დავწვავ მე იმათ დროშას არ დავწვავ და არც იმათ ჰიმნს მივაყენებ შეურაცხყოფას არ გავაკეთებ ამას მე მაგ ამის შეგნება და იმიტომ შენ როდესაც დროშას ეხები მთელ ერს ეხები აი ამ ნაგვებს კიდე ამისის არა აქვს გაიგეთ განცდა ამათ რა გონიათ იცი თუ ვინმე რამენაირ იქნება მოგესაქმებია დროშაზე და საერთოდ გმირობას მოგცემდნენ მე მგონი უკვე გმირი ხარ ისე გმირი ხარ ისე როგორც გაბუნია იყო გმირი რომ პუტინის დედის საფლავზე მოსაქმებას აპირებდა მე როდესაც შეუთვალე ამ დროს რომ ზადი ბიზია და დედა მოუთხანი გვარამია იქნება გაბუნია იქნება თუ ის სირი იქნება ვინც ახლა იმ დროშაზე დაშარდვა დააპირა და საქართველოს ქართველებს თავი დაანებეთ თუნდაც იმ გაჭირვებულ გლეხს რომელიც საზღვარს გადადის და იჭერენ მე გამომიხდა ეს მთელი სანაგვე და სანაგვე კი არა ბარეორი ჩამოყალიბებული დიშლა ვითომ რო ეროვნულობდა და ეს როგორ თქვი პუტინი შემოყავდა ქართველების დასახოსად ჯერ გვარამიასნაირი ქართველის დედა შევეცი გაბუნიასნაირი ქართველის დედა შევეცი აი იმ დროშაზე ვითომ რო იმიტაცია გააკეთა თუ მართლა დააშარდა
აი ისეთი ქართველის დედა შევეცი და მაგაზეტაშის დამკვრელი ქართველის დედა შევეცი კიდე რა. და ეს თუ თქვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება გგონიათ, აი თქვენერად მოაზროვნეების დედას შევეცის უყველასას რა კიდე რა. თუ რამის ტრაკი გაქვთ, ვიძა მოგიდეთ ხელი და იარაღით ბრძოლა მოიგეთ. თქვენ ქათმებო. ქათმები ხართ. ასე შეიძლება მოიქცეს მარტო პიდარასტი. ხო, და ეს შეიძლება მოეწონოს მარტო პიდარასტს. პიდარასტს შეიძლება მოეწონოს მსგავსი საქციელი. ხო და გააგრძელეთ ეგეთი პიდარასტულ ქათმური ისა რა ქვია, დღესასწაული და ამით აღნიშნეთ ისა open air. ამათი დავალება არის ჩვეულებრივად ისევე როგორცაა მთელი ამ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ნაგავის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მარიოს ქვეყანაში მდგომარეობა და დაიწყო ომი და შემდგომ თვითონ დაკრან ფეხი და გაიქცნენ და აქ რა იქნება და როგორ იქნება დიდი კავკასიური ომისთვის მოამზადონ საქართველო. ამას ვამბობ მე, იმიტომ ესაა ისტორიული ფაქტი. საქართველოს თავისუფლება, საქართველოს დამოუკიდებლობა 21 წელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაღაცისთვის უნდოდათ. იმიტომ რომ ეს ჯერ კიდე დიდი საჭადრაკო დაფა, რომელიც რუსეთს და ბრიტანეთს შორის არსებობდა და არსებობს ეს უდიდესი დოქტრინა, რომელიც საუკუნეებზე არის გათვლილი, ითვალისწინებდა იმას, რომ თურქეთის იმპერიის მხარდაჭერას და აბსოლუტურად ყველაფრის მხარდაჭერას, რაც რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობა ეს იქნებოდა რუსეთის ტერიტორიის შემცირება და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება და აი ამას უჭერდნენ ისინი მხარს. აი ამას უჭერდნენ ისინი მხარს და არა საქართველოს დამოუკიდებლობას და დღეს რო გამოდიან და ესა საქართველოს დამოუკიდებლობაზე იყო აგერ 2008 წელს ედგა საქართველოს რთული პერიოდი, რომელიც რთული პერიოდში და ჭირდებოდა როგორც იარაღი, ასევე მებრძოლები, ასევე ვინ მოგაქციათ ყურადღება. აი თქვენზე არ მაქვს ლაპარაკი, მე თვითონ ვიყავი იქ და კარგად მახსოვს, ვინ მოგვაქცია ყურადღება. არავინ. ყველა იჯდა მისთვის წყარად, შეშფოთებული, აღშფოთებული, მშვენივრად ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები, გაზის ტრუბაც კარგად გაყავდათ, ნავთობის ისიც და აქეთ გვაბრალებდნენ კიდე ომის დაწყებას, უბედურებას, ასე გაგვამტყუნა ტალიამინის კომისიამ, ასე გაგვამტყუნა ევროსაბჭომ, ასე გაგვამტყუნა ყველამ და ყველაფერმა და საერთო ჯამში ჩვენ აღმოვჩნდით დამნაშავეები. დაგვადანაშაულეს ყველაფერში და თვითონ გვაძახებიდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია. და ეს ბიონაგავი ყველა არის იმ ბრიტანული დაზვერვის და იმ დასავლური დაზვერვის პროდუქტი ნაგავი საქართველოში, რომლის ინტერესებშიც არის საქართველოს ტერიტორიის და ქართველი ერის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რუსეთის წინააღმდეგ. ეს გეგმა დიდი საჭადრაკო დაბიდან არ წაშლილა არსად. გივი გამარჯობა, გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო კარგო, დაგეკონტაქტები ამ ლაივის მერე. სოხუმში შენ ახლაც მიგიღებენ ჩემო ძმაო, თუ ჩახვალ, იმიტომ რომ ვაშკაცი ხალხის მიმართ, მიუხედავად ომის და კონფლიქტის გარდა, ვაშკაცი კაცის მიმართ პატივისცემა დღესაც არსებობს იქ იმ ხარეს და შენ ძალიან კარგად იცი მაგრამ შენ ახლა მასეთ სოხუმში შეიძლება დაბრუნება არ გინდოდეს, სადაც ქართული დროშა არ ფრიალებს. ამას შეასაკ. ეს ნანი ბრეგვაძეს რაც შეეხება, ნანი ბრეგვაძე მთელი მისი ცხოვრება კახპური ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც მისი შვილი, უგულავას მოტრფიალი ადამიანი, ყველა ეს ბოზიშვილი, ვიზეც ვლაპარაკობ დღეს, ვინც ნაცი და ქოცი არის, კომუნისტების დროს იქნებოდა პირველი პირწავარნელი ბოლშევიკი, როგორც იყო ტაბურეტკოვნას მამა, ისა ლანა ღოღობერიძის მამა, ყოველთვის იქნებიან ძლიერის და გამარჯვებულის მხარეს. ამიტომ არაფერი არ გამოშტერებულან, ესენი ბუნებრივად ნაგავი ხალხი იყვნენ, ნაგვად ჩამოყალიბდნენ, ეს იყო ზუსტად წითელი ინტელიგენცია, ეს იყო მართლა საბოზეთი და საჩათლახეთი, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა საერთოდ არ აინტერესებდათ და რისთვის იბრძოლეს ჩვენმა თაობებმა, იმისთვის იბრძოლეს თურმე, რომ საქართველო ევროპის ნაწილი ყოფილიყო. მაგისთვის არ უბრძოლია ჩვენ წინაპარს არასდროს. ჩვენმა წინაპარმა ყოველთვის იმისთვის იბრძოლა, რომ საქართველო ყოფილიყო მართლმადიდებლური ქრისტიანული დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ ყოფილიყო ისლამიზაცია ერის, არ ყოფილიყო გადაგვარება და დავიწყება, აი ამისთვის იბრძოდნენ და იმისთვის, რომ ევროკავშირის და ნატოს გულისთვის არ გვებრძვია რა. დღეს რო აქვთ იქ ჩადებული კონსტიტუციაში. ესა სიმართლე.
ამ სიმართლეს კიდევ ვინც იტყვის, ყველაზე მეტად უფრო შეეზიზღებათ ის, ამიტომ ისეთივე გულის ამრევი არის ახლა ეს რიტუალები, რომელიც ეს ფსევდოპატრიოტული რიტუალები, რომელიც იქ ტარდება, მე არ ვამბობ, რომ ხალხი იქ მისული არაა და ძალიან დიდი რაოდენობა არის საქართველოში და ღმერთმა ნუქნას, რომ თუნდაც ის ბიჭები, ვინც დღეს ფიცი დადეს და გული დასულით მართლა მზად არიან სამშობლოს ემსახურონ. და უამრავი ადამიანი არის ისეთი, რომელ ადამიანსაც უნდა საკუთარი სამშობლო დამოუკიდებელი იხილოს, მაგრამ ეს ნაგავი ხალხი ზუსტად მაგას ემასქნება, რა ქვია. ეფარება და ეფუთება და აი ესეთ დამოუკიდებელია ჩვენი ქვეყანა. უკაცრავად. ჩვენი ქვეყანა რეალურად. გაგიმარჯოთ ვერდა. ნიგა. ამიტომ მე პირადად ისეთივე განცდა მაქვს ამ დამოუკიდებლობის რიტუალებზე, როგორი განცდაც მაქვს, მაგალითად აი სამების ტაძარში აღდგომის ან შობის დღესასწაულზე ნაცები და ქოცები კელაპტრებს რო ესა რა ქვია, დაიკავებენ ხელში და გაიქცევიან და იქიდან შიო და ჯაღმაიძე რო დალოცავს ღმერთო და იქიდან რო ქრისტიანობას დაგვიწყებენ ლაპარაკს და აქედან კიდე სამშობლოს სიყვარულზე. ეს არის რწმენა დასული რიტუალებზე და ეს არის პატრიოტიზმი დასული რიტუალებზე და ეს რიტუალები ზოგისთვის ჩახდა. ეს არის ზოგისთვის ჩახდა, ზოგისთვის არის იმაზე რა ქვია, რუსეთის დროშაზე დაშარდვა და ამაზე ტაშისყრა და აი ამ დონეზე არის დაცემული ახლა. ამ ჩემს ფეხებს ვისაც უნდა ეწყინოს, არ მაინტერესებს საერთოდ. სიმართლეა. კი, კაცო, სამაგიეროდ ბორის ნიკოლაევიჩ ელცინზე იყო ჩახუტებული და ბორის ნიკოლაევიჩ ელცინის მოყვანას დემოკრატიას უჭერდა მხარს და შევარდნაძის ტრაქში იყო შემძვრალი ნანი ბრეგვაძე და 99% ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის რა გაბოზებული იყო ოფიციალურად. შეიძლება იყო კარგი მომღერალი, შეიძლება იყო კარგი მსახიობი, შეიძლება იყო კარგი ხელოვანი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს ავტომატურად იყო კარგი ადამიანი. ესა. მეტი ამაზე არაფრის თქვა არ შეიძლება რა. ანწუხელიძის სახელს დაგიწყებ. აი ანწუხელიძე გმირია, მაგრამ თქვენ რომ ბოზები ხართ, რა იშველება იმას. რა შეხება გაქვს საერთოდ. ეს ყველაფერი ბუნებრივი არის, იმიტომ რომ აი მოღალატეების შთამომავალი ახლა გამოვა და აგე რა კიდე 21 საათზე რუსთაველზე მიმართავს ხალხს და იქნება დიდი ტაშფანდური. იქნება. იმის მაგივრად, რომ ჟორდანიების და მაგაჯის და ჯილაკს ფეხი არ დაედგა საქართველოში და მე ჩემი უკვირდათ, რომ რას ქვია ლევილის მამულშიო მივიდაო და ესეო საფლავებს არ მევაყენე, მე შეურაცხყოფა. სიმართლე წავიკითხე, ისტორია წავიკითხე, ამ ჩემს ფეხებს ვისაც გულზე მოხდა. არ ვიცი, ალბათო ახლა რუსეთს რამდენი მტერი ყავს, ახლა რათაც დიდი არის ქვეყანა, მით უფრო დიდი მტერი ყავს და რა თქმა უნდა ეყოლება კაცო, მაგრამ სხვა ქვეყნის მტრობა არ ნიშნავს შენი ქვეყნის პატრიოტიზმს. ამის თქმა შემიძლია ნამდვილად. ეს არის 100%-იანი და საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის დაალაგებას იმდენი მტერი ყავს, რამდენი მტერი ყავს რუსეთს და რამდენი მტერი ყავს საქართველოსაც ერთად აღებული. აი, ამის თქმა კი შემიძლია. ესეც ასე. და მაშინ 1921 წელს ამათ რო არ შეესრულებიათ დასავლეთის დაკვეთა, თურქეთის დაკვეთა და ასე შემდეგ და უფრო გონებრივი პოლიტიკა გაეტარებიათ, იმას გეტყვით, რომ ეს კიდე ცალკე კამათის თემა არ არის, იმიტომ ეს ასე იქნებოდა. ამ შემთხვევაში ტაო-კლარჯეთით ჩვენი იქნებოდა, საინგილოდ ჩვენი იქნებოდა, ლორეტაშიც ჩვენი იქნებოდა და არ დაიკარგებოდა არც ის სისხლი, არც ის განძეულობა და არც ბევრი რამე. არ ვამბობ, ჩემოსმა ახლა ზვიადი და მერაბი რო არ გაცოცხლებიან, მეც ვიცი და იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩაიქნიოთ, მაგრამ ხო არსებობს იდეა და ხო არსებობს იდეური გზა.
ახლა უფალი რო ამაღლდა ზეცად დაგვრჩა ქრისტიანობა და დაგვიტოვა ჯულის კანონი. რომელიც ჯულის კანონითაც უნდა იცხოვროს ქრისტიანმა. დღეს ისეთი სიტუაცია არის, რომ ჯულის კანონი არავის არ აინტერესებს და ჩემმა მამაო მეგი მითხრა და იმმა მამაო მეგი მითხრა და ამან იგი მითხრა და იგი მითხრა. ნანა კაკაბაძე. არ ვიცი ეს რომელი ნანა კაკაბაძეა, რა ბოღმა ცხოველი ხარ, ყველას წაიღეთ. წადი მე შენ დებილი დედა შევეცი მე და რას მისმენ? წადი და მოусმინე იმი რა შემოსლიგინე. რას მისმენ? 135 ადამიანი მისმენს და რა გინდა შე დედა მოტყუნა. წადი და უსმენე ბიძინას და უსმინე შენ მიშას და ეიკავე დროშა და გავარდი ქუჩაში და იძახეს ფრიმიშა. ან იგი რა ქვია, ღმერთმა დალოცოს ბიძინე. რა გინდა შე მეეთესლე შე დედა მოტყუნა. არ უყვარს ლევან, არ უყვარს სიმართლე, არ უყვარს. დედა მოტყუნი ჯიშისა, ამხნის ქალი. ხლა ამის გაზრდილი შვილი რა იქნება? ხო? ამის ბიჭი განსაკუთრებით. ეს ნამდვილ მეომარს გაზრდის შვილს. ასე დასირებული ქალების დიან, მე ეს დასირებულ კაცებს დროშაზე რო აფსამენ. და ახლა იგი გონია გმირი. ე კაცო, ეს ტურნები იქნება კაცო და ჯიხს შემეიყამენ ჯიღის ცემას და იწყებენ. აი ესეთი ბანზი ქალები, აი ესეთი სირქალების დიან, მე ისე დაქალევებულ იმას რა ქვია. ვინ ჩემმა შვილმა ჯარში არ იმსახუროს, ჩემმა შვილმა არ იომოს, ჩემი შვილი იქ არ წავიდეს, იქ არ წამოვიდეს, ჩემი შვილი უნდა იყოს უსაფრთხოდ, ჩემი შვილი უნდა იყოს კარგად. საქართველო უნდა იყოს მერე კარგად დამოუკიდებელი და შიგევროპული და ის და აი ესეთი სირქალების გაზრდილი შვილი. მაგნაირის გაზრდილი არის იგი რა ქვია. დროშაზე რო დააფსა თორა დედაჩემისნაირი გაზრდილის შვილი მაგას არ იკადრებს მიუხედავად იმისა რომ რაც მოკავშირებს რუსეთთან 2008 წლის ომი. ზუკნა, მაგრამ ამას შვილიც არ აინტერესებს შეიძლება ის თქვას რომ სიყვარული არის სიყვარული და ევროპა და LGBT დროშები. ამას შვილი რა თქმა უნდა, მე ძაღლი და კატა დედა მოტყნოს. სუთა ევროპული დღეს ეგია. და ძაღლებით და კატებით გამოვლიან მე იმას დამოუკიდებლობის დღეს. არ არის შემოკარგებო საქართველოს დამოუკიდებელი, ესაა ყველაფერი ფორმალობა, ესაა ყველაფერი ფიქცია, ეს არის ყველაფერი ზედაპირულობა. თუ ვინმეს უნდა რომ რაღაცა საქართველოს საშველი დაადგეს, ჯერ იმაზე უნდა იფიქროს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს. და ჭეშმარიტად იყოს საკუთარი ქვეყნის მართველი. არაფერი საქართველოში რაც არსებობს, შეპესე საქართველოში რაც არსებობს, ქართველებს არ ეგუება. ყველა ეროვნული სიმდიდრე გაყიდული. ყველა არის უცხოელის. ადამიანთიელის ან ბიზნესი, ან ნაცების, ან სხვა საბოზეთის. ნაირების ან ვანოჩხარტიშვილების მე ის ჩვენი გაჭირვებული, გაძვალტყავებული ხალხის ორი კაპიკი რო შეჭამა და პატრიარქი რო ლოცავს და აჯილდოებს და ღმერთმა დაგლოცოს და ის დასირებული პატრიარქის მგრეული ახლა ამას რო ვიტყვი, აღდათ ვეხები იმ ხალხს, ვისაც ფანატიკურად აყავთ გახდილი ეს. და მე როგორ თქვი ის რომ ვანოჩხარტი ხო? ბაჩანა ახალაია, ეს როლანდ ახალაია ხო დააჯილდოვა? ხო არ უგონებ? ჩხარტიშვილი ხო დააჯილდოვა? ხო არ უგონებ? შევარდნაძე ხო მონათლა, ხო არ უგონებ? გრაჩოვი ხო მონათლა, ხო არ უგონებ? ერი დააჩოქა შევარდნაძის წინ, ხო არ უგონებ? სამშობლოს ღალატის მუხლი მისი მოთხოვნით არ იქნა მოღებული? გერბის დროშის ცვლილება მისი მოთხოვნით არ იყო? მე უგონებ? და ამის თქმა დანაშაულია? აი ესეთი აი ესეთი სიმართლით უნდათ გაბრწყინება იბერიის და გაბრწყინება იბერია დარწმუნებული იყავით და ბოლოჟამის პატრიარქი გეყოლებათ. სანამ ერი ტყუილში ცხოვრებას არ გადაეჩვევა, მანამდე არაფერი არ იქნება. კარგი შემოკარგებო, დაგემშვიდობებით და ვისურვებდი იმას, რომ საქართველოს ოდესმე ნამდვილად ყოფილიყოს დამოუკიდებელი. ოდესმე. დღევანდელი საქართველო არის
შეპესე დღევანდელი ქართული სახელმწიფო კოცების რეჟიმში არის დაუნდობელი მებრძოლი, მართლმადიდებლელი ქართველი პატრიოტი ქრისტიანების, საქართველოს შვილების, პატრიოტი შვილების და დღევანდელი საპატრიარქო თავიანთი სინოდით და თავიანთი პატრიარქით პირწავარნილი მებრძოლი არის მართლმადიდებლობის. აი ამის თქმა შემიძლია და ამოჭერით ახლა კიდე და დადევით ეს რომ თურმე ამ უზნეო პოზიციას ვაფიქსირებ. კარგად ბრძანდებოდეთ.